გამარჯობათ. მინდა მივესალმო ჩემ გამომწერებს და დღეს მინდა გამოვეხმაურო ეგრეთ წოდებულ რატის ბარში მომხდარ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, სადაც 18 წლის ბიჭს ყელი გამოჭრეს მაპატიეთა ხორივით, ესე დააგდეს ძირს. ზოგადად მკვლელობა ძალადობის უკიდურესი გამოხატულება ეს აქტი მკვლელობა. მაგრამ რა იწვევს საქართველოში ამას და რა სტატისტიკა გვაქვს დღევანდელი მდგომარეობით, იმიტომ მალავს, ყველა მალავს ამ ფაქტს, თითქოს აქ არაფერი არ მომხდარა, თითქოს ყველაფერი შემთხვევების ბრალია. აი ამ თემაზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ გასულ თქვენ ის საწყალი ფეხბურთელი ბიჭი რომ მოკლეს, ამას წინათ კიდე მუსიკალური კონსერვატორიის სტუდენტი მოკლეს და ესე ხდება სამწუხაროდ სვერპლი არა მარტო შემთხვევითი პიროვნება, არამედ ყველაზე წარმოჩინებული ადამიანი, რომელმაც უნდა შექმნას შემდეგში ქვეყნის მომავალი და რომელსაც არა აქვს იმის როგორ გითხრათ, უნარი პასუხი გასცეს იმხელა აგრესიას, რომ თავი დაიცვას პოტენციური აგრესორისგან, რომელიც მზად არის, რომ მეორე ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს და მზად არის და გააგრძელოს ამითი ცხოვრება. რა იწვევს ასეთ შემთხვევებს? ხელისუფლება დუმს, ხელისუფლება ყველაფერს მალავს. მას არ უნდა რომ საზოგადოებაში იყოს ეს საკითხი გაღვივებული, მაგრამ ფაქტია, აი ყველაზე მძიმე სტატისტიკა 2023 წლიდან რო ჩახედოთ, ეს არაა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, ეს არის მათი ეროვნული ეგრეთ წოდებული სტატისტიკის ცენტრის გამოქვეყნებული ანალიზები და რამდენს მალავენ ამის უკან, იქ რამოდენიმე კატეგორიაა რა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობა, გაუფრთხილებლობით მომხდარი მკვლელობები, ჩამთელი რიგია, ახლა ჩამონათვალი 108, 115, 117, 119, აი ესეთი ციფრები არის ერთ წელიწადში. ერთ წელიწადში სხვადასხვა კატეგორიებზე, როგორც გითხარით რა. ხო და პატარა ერი ვართ, განადგურებული ერი ვართ, 2.800.000 კაცი გასული არის ჩვენი საზოგადოებიდან, დარჩენილები ვართ რა, აქედან კიდე დასაანგარიშებელია. ელემენტარული მათემატიკაა ეს. დიდი ფილოსოფია არ უნდა, რამდენი ქმედით უნარიანია, რამდენი ქმედით უნარიანი არ არის, რამდენად ეთნიკური ქართველია, რამდენად ეთნიკური ქართველი არ არის. აი ეს იწვევს ზუსტად იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, არ არსებობს განათლების სამინისტროს მიერ ჩაშვებული სავალდებულო საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ნებისმიერ ახალგაზრდას, ის მკვლელის ხო შენი მოქალაქეა რა. ის მკვლელი სანამ გადადგამს იმ ნაბიჯს, შენ სახელმწიფო უნდა იყოს შენი სინდისის წინ, შენი მოქალაქეების წინ საბოლოოდ რაფინირებულად მართალი, რომ შენ ყველაფერი გააკეთე. იმიტომ მკვლელობა არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი ტრაგედია. ეს სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი, მით უმეტეს როცა ასეთი უმძიმესი შედეგები გააქვს ქვეყანაში. ყველა მალავს. რაშია სინამდვილეში რაშია, იცით საქმე? სახელმწიფო განეიტრალებულია საგანმანათლებლო სისტემისგან. ფეხებზე კიდია. მერე რა, იქ რაღაცა ინდივიდუალური ფაქტი მოხდა, ცივი კანონით აგერ მუხლი აქვს, მიუყენებს, მკვლელს დასჭირს და მერე რა. მკვლელმა რომელმაც ჩაიდინა ეს აქტი, იმან არა მარტო ის ადამიანი მოკლა, რომელიც მოკლა, არა მარტო, არამედ იმან თავისი თავიც მოკლა და დაღუპა საკუთარი ოჯახის წევრები, დაღუპა საკუთარი ახლობლები. და მერე როდესაც დრო გადის ამას წლები ციხეში, უნდა ის ადამიანი დაღუპულია, იქიდან გამოსული ადამიანი სოციალურად შემდგარი ადამიანი არ არის. და კიდე მზად არის გაბოროტებული, თუ იქიდან მოუწია გამოსვლა და როგორი გამოვა, კიდე მზად არის ანალოგიური აქტი გაიმეოროს, იმიტომ ციხეში მყოფი და ამდენი წელ განატარები ადამიანი საზოგადოებაში თავს ვერ გრძნობს რეალიზებულად. მით უმეტეს არათუ ყოფილი პატიმრების ინტეგრაციის სისტემაა ჩვენს ქვეყანაში გამართული, ჩვეულებრივი პატიოსანი მოქალაქე როა, იმას უჭირს თავის დამკვიდრება ამ საზოგადოებაში. უმძიმესი რეალობა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, რეალიზირდებიან მარტო ივანიშვილის შვილები, გომელაურის შვილები, იზორიას შვილები. აქ სხვა შვილებზე არ არის ლაპარაკი და მეტადრე ისეთ ადამიანებთან მიმართებაში, რომელმაც აი ესეთი შეცდომა დაუშვეს ცხოვრებაში.
ცალკე ომებმა აგერ უახლოეს 20 წელიწადში რაღაც ძალობადობაზე უნდა ილაპარაკო. 3 ომი ჰქონდა ქვეყანაში. გაგვანადგურა მოქსპოერი, გენოციდი მოახდინა ჩვენი თაობის ცალკე სოციოპოლიტიკურმა გარემომ, რომელმაც იძულებული გახადა ეს 2.800.000 კაცი გაქცეული იყო და ახლა ერთმანეთს ხოცავთ. აი ეს არის რეალობა და დადგებიან მე ესენი ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ტრიბუნები და ნაცვლად იმისა ილაპარაკონ სიღრმისეულად რა იწვევს ამ პრობლემას ეს ეგრეთ წოდებული სოციოლოგები თავის თავს რას უძახიან ბოლომდე არ ვიცი ხან სოციოლოგები არიან ხან ექსპერტები არიან ყველაფერჩიკები რა ყველაფერჩიკები ამ კოლგის ქვეშ დამალული ეგრეთ წოდებული NGO-ების კოლგის ქვეშ დამალულები კადრულობენ ყველაფერ უკადრებელს და ლაპარაკობენ იმას, რომ აი ეს ასე ლიზბი ვიღაცამ ტრიბუნა გამოიყენოს რაღაცა და აი მარტო ქალების ძალადობაა ქვეყანაში და აი თურმე ეს და ეს თემები იმიტომ აწყობთ, რომ ვიღაცამ იქიდან ფინანსი მიცეს. მე აი ქალების ძალადობა მსოფლიოში ძახმული მომენტია და საქართველოშიც ხომ მოსულა და ხა ჩვენ ქართველებს კულტურა არ აგვაქვს და სინამდვილეში უფრო მძიმედაა საქმე. მე იმას კი არ ვამართლებ, რომ ქალზე იძალადოს კაცი, რომ ქალზე იძალადებს, ის საერთოდ კაცი აღარ არის. მაგრამ ქართველებს ჩვენ უფრო სიმძიმისეული პრობლემები გვაქვს. და არა მარტო ქალებთან მიმართებაში. კაცებიც ხოცავენ ერთმანეთს, ახალგაზრდებს ხოცავენ, ახალგაზრდები ხოცავენ ერთმანეთს. და ეს სტატისტიკაა, ეს არის ანგარიშება, არავინ არ ვამბობთ ამას. ჩვენ გვინდა მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ აი ვიღაცამ თავი წარმოაჩინოს რაღაცის ფონზე და იტივტივოს პოლიტიკურად ჰაერში, არასწორია. გვიყვარს ვიღაცის გლოვა და საერთო ერის ტრაგედიის პირად ტრაგედიაში გადატანა. რომ მე იქ ხელისუფლებას ვიღაცამ მიაწვეს და თვითონ თავისი ქულა დაიწეროს. არასწორი მიდგომა, ესეც მკვლელობაა თავისი გაგებით რა. და კაციშვილი ამაზე არ ლაპარაკობს. აბა თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხდება რეალ? მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი რა. საქართველოში ახალგაზრდა თაობები გაიზარდნენ როგორ იცი? მშობლების გარეშე. სოციალურმა, ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა პრობლემებმა უფრო ეკონომიკურმა გახადა ქვეყანა მიგრაციის სერიოზულ სიმრავლეში. დედებმა დატოვეს მარტივენაზე რო ვთქვათ საკუთარი შვილების კაიპებით გაზარდეს ბავშვები. ეს ქართველი ერის ტრაგედია ჩვენ ამ შედეგს ვიმკით. ძალიან რთულია ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სითბო აი ბავშვებმა დედის სითბო დაკარგეს. გაცივდნენ ისინი არც დედა არ აძლევს ამ სითბოს სათანადოს სახელმწიფომ როგორ უნდა შეუცვალოს დედის სითბო მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი აღმზრდელი ბოროტი აზრიდან ცუდი გზიდან განმანეიტრალებელი მისი 95% უნდა იდგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე რომ არ ჩამოაყალიბოს ცუდი მოქალაქე და სახელმწიფო არის თვითონ დამნაშავე ამ გარემოს შექმნაში, გარემო თამაშობს ყველაფერს, გარემო ქმნის საზოგადოებას. და როდესაც მან აიძულა ახალგაზრდა ბავშვის დედა, წასულიყო დაეტოვებია ბავშვი და ყოფილიყო შემომტანი ამ გზით. თავის ოჯახში რომ მარტო ვიტალურად გადაერჩინა შვილი დედას, ხო? იქ დააკლა სულიერი მხარე, სენტიმენტალური მხარე. და სახელმწიფო ამ დროს არის ტუალეტი. და მივიღეთ საბოლოო შედეგში აი ესეთი უმძიმესი ფაქტები, რაც სტატისტიკაში არის გამოხატული და ამას ქართული ოცნება მალავს. ნუ გადაიყვანთ ამას ვიღაცის პიროვნულ საკითხებში, ეს უფრო მეტია, ვიდრე პირადი ტრაგედია, ეს საზოგადოების ტრაგედია. არც ერთი ეგრეთ წოდებული მეცნიერი, არც ერთი ეგრეთ წოდებული ექიმი, არც ერთი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი ამაზე არ გამოდის და არ ლაპარაკობს. რატო? იმიტომ რომ სინამდვილეში მერკანტილური ინტერესები აქვთ იმ დაყოფილ საზოგადოებრივ ელემენტებს, რომელიც თითქოს და რაღაცას წარმოადგენენ და ქმნიან ქვეყანაში. არ მუშაობს არც ერთი სერიოზული სტატისტიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც დაგეგმავს სწორ პოლიტიკას ამა თუ იმ პრობლემასთან ბრძოლის. და ვიღებთ რას? ტუალეტში გამოჭრილი ახალგაზრდა ყელგამოჭრილი აგდია, ზოგი დინარეში დაახრჩვეს, ზოგი ტურისტი ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცი და მოკლეს და მერე დინარეში ჩაახრჩვეს და ისეთ რაღაცებს ვისმენთ და ისეთი ფაქტები არის, რეალისტური ფაქტები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რო აი ჩვენ ხო გვიყვარს ქართველებს სუფრა ხო გვიყვარს ამის თქმა რომ ეს აკადემია სუფრაზე მოსაყოლე ამბავად ეს ნებისმიერ სუფრაზე საქართველოში რო ითქვას
ჩვენ ვიტყვით, რომ ამის გამკეთებელი ქართველი არ არის და ამის გამკეთებელი საერთოდ კაცი არ არის. არა და სინამდვილეში ეს საქართველოში ხდება, ჩვენ გვერდზე ხდება. და ჩვენ მარტო ტელევიზორში ვისმენთ, აი, ცოლმა ქმარს ხელი როგორ დაარტყა და როგორ იძალადა და გამოვა რამოდენიმე სახედაკარგული ქალის სქესის მაგვარი არსება და ილაპარაკებს ამ ყველაფერზე, რომ როგორი ცუდია ხელისუფლება, რომ არანაირ პრევენციულ ზომებს არ ღებულობს. ეს არის თავის მოტყუება. მე ასეთ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ამ საზოგადოებაში არ ზდიან საკუთარ შვილებს. როგორ შეიძლება ყალბი გზით ატაროს საზოგადოება, როგორ შეიძლება ყალბი კრიტიკით იყო დაკავებული და ვიღაცის სისხლზე გააკეთო შემოსავალი. შენ როდესაც სწორად არ აკრიტიკებ ხელისუფლებას, როდესაც ფაქტს არდებ კრიტიკის, ხო? შენ ხდები თანამონაწილე იმ სისხლის და როდესაც ამ ყველაფერში ფულს იღებ არასწორად, ხო? შენ ერთ-ერთი თანამონაწილე ხარ ამ ჩადენილი უბედურებების. რამდენი ერთი უნდა მოვიყვანო გაუფრთხილებლობით მკვლელობას რო ამბობენ ვარძელაშვილის სახლში რა მოხდა ეს ყოფილი დიდი ნაცი რო იყო ბობოლა აი კლასიკურ მაგალითად გამოდგება ხო დაბადების დღეზე იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენელი იყო პისტოლეტი გავარდა რაღაც აი მაგათენას უყურთ პისტოლეტი საბლატაოთ რო ქონდა რა დაბადების დღეზე ამოღებული და ახალგაზრდა კაცი მოკლეს იქ ხო რა პასუხისმგებლობა დაეკისრაო ვარძელაშვილს არანაირი რატო? იმიტომ რომ მინისტრი იყო, იმიტომ რომ მე ახლა ამას კოცებით ციხეში ხო არ გაუშვებდნენ და ეს ერთმანეთში არიან გარიგებული თავი ბოლო და აბა ნებისმიერი ადამიანის სახლში მომხდარ იყო ეს პრობლემა და საზოგადოების აღშფოთება გამოეწვია, ეგრევე იტყოდნენ რა ვქნათ ახლა მოხდა ახდება უბედური შემთხვევები და დანაშაული დაისაჯა და რაღაცა და რაღაც. შესული არის ესეთი ფაქტები თქვენ სტატისტიკაში კოცებო? თქვენთან არ ხდება ესეთი ფაქტები ამ საზარელი 12 წლის განმავლობაში თუ 13 წლის განმავლობაში რაც ხელისუფლებაში აგდიხართ? რამდენი წელი გავიდა რაც ხელისუფლებაში აგდიხართ და რითი გაუმჯობესდა ეს ყველაფერი? ნაცების დროს რაც ხდებოდა ყოველ წელს 50 კაცით მეტი არის მსხვერპლი რაც თქვენ ხელისუფლებაში მოდის გამოდის ის რომ ფაქტია ეს მათემატიკური პროგრესია აჩვენებს თქვენ არაფერი არ გაიკეთებიათ ამ ყველაფრის აღსაკვეთად გამოსასწორებლად რა უნდა გააკეთოთ და დადგებით ახლა მე რა ვქნა ვიღაცას თვითონ ხო არ დაუშლით რაღაცას ხო არ გააკეთებთ რაღაცას ბიჭო კანონის მიღება კი არაა თავარი ჯერ რა კანონებს ღებულობთ მაგრამ იმ კანონის მიღებას კანონი თუ არ არის შესწავლილი ფსიქოლოგიურად სოციალურად მორგებული შენ საზოგადოებას მაშინ იმას რა აზრი აქვს მაშინ ის სადაური კანონია შეიძლება ითქვას ხო მე ამ კითხვებს სვამ ეს ბუნებრივია ეს რა გააკეთეთ ამ მიმართულებით ვინ გააკეთა ეკაბესელიამ ეკაბესელია იყო ჩართული და რამე გამოაცხო ამ მიმართულებით მაშინ კოცი იყო და ახლა არ არის კოცი და ახლა კაი ქალია და ახლა შეუძლია ამაზე ლაპარაკი კიდე რამდენი იდიოტი ყავთ იქ ვითომ კომიტეტები რო ყავთ შექმნილი და რამდენი არსება ტყუილა ყავთ დაკავებული და აჭმევთ ისე გადის თვიდან თვე წელიდან წელი ხო 10 წლეულები რო არიციან ადამიანებმა სად არიან რისთვის არიან რას აკეთებენ განა ისინი მკვლელები არ არიან როდესაც შენ სახელმწიფოს ბერკეტები გიკავია ხელში და შეგიძლია რაღაც ააკეთო მაგრამ კომპეტენცია არ ყოფნის ან ვერ აკეთებ ან არ აკეთებ და თუ არ აკეთებ ეს უფრო დიდი დანაშაულია მით უმეტეს ხო ვლაპარაკობ ეხლა მე ამ სენტიმენტების გარეშე აი კონკრეტული ფაქტების გარეშე სად რა სისხლი გაიღვარა დაიღვარა რამდენი ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება გამოვიზიეთ საქმე დავდევით იქ იტყვიან თუ რაღაცა მოხდა რაღაც სასწაული ხო ახალგაზრდება ერთმანეთი მოკლეს მერე წაიყვანეს ის ახალგაზრდა დამარხეს და ნაცვლად იმისა უფროსებს რა აჭკვა უნდა მოკითხო რომ ახალგაზრდების მიმართ ქონოდათ პასუხისმგებლობა და განეცხადებიათ რაღაცა ბეტონი დაასხეს მიცვალებულ სევიდან რომ აი არავინ არ გაიგოს ეს ფაქტია და ასე მალავდნენ და თანამონაწილე იმიტომ ვიღაცა გოგონა იყო და ნიფხავი აწია გვერდზე თურმე თანამონაწილეობაში არ გასულა იმიტომ რომ დანაშაულის დაფარვა თურმე ჩვეულებრივი მოვლენა გოგონაა და მიუტევოთ რა შეყვარებულს დანაშაული გაუპრავა რა აი ესეთი უბედურებები ხდება რა ქვეყანაში კანონს თავისი ადგილი არ აქვს სწორ სოციოლოგიას თავისი ადგილი არ აქვს სახელმწიფოში არ არის ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი შექმნილი რითიც შეიძლება მაგალითად მოხდეს პრევენციული ზომების მიღება და თუ რამეს იტყვის სტატისტიკურად სწორს
ან ისეთი ტერმინის გამომყენებლად გთვლიან, რომელიც ქართულ ენას არ ესმის და არ უხდება, ან და ხარ ენჯეოშნიკი, როგორი გაგებით, იცი, ამათ რო აწყობთ იმნაირი გაგებით. Deep state-ის თუ deep straight-ის თუ deep straight-ის წარმომადგენელი, რომელიც ქართულ ოცნებას ხელისუფლებას ართმევს. არა და ძალიან მარტივი ენით რო ვთქვათ, უკანაში გვაქვს თავი შედებული, თქვენ ზრდით შვილებს ქვეყანაში და რა სოციუმში უშვებთ მას და როგორია ქართული საზოგადოება დღეს და როგორია ის ახალგაზრდობა, ჩვენ კაი ახალგაზრდობა გვყავს, ჩვენ მშვენიერი ახალგაზრდობა გვყავს, ჩვენ ამნაირი ბიჭო, ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეორე ახალგაზრდას ასე დაუნდებლად კისერში დანას გამოუსვებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეორე ახალგაზრდა კაცს მარტო იმიტომ, რომ ვიღაცის ჩაცმულობა არ მოეწონა, დანას და არტყამს და მოსაკლავად გაიმედებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მის თანატოლს, რომელიც სუფრაზე უზის, ჯერ ქართული სუფრავ და სუფრაზე რო კაც კლავ, პატიჟებ, აჭმევ, ასმევ და მე რაღაც აგარაკზე კლავ, მარხავ, მალავ და ბეტონს ასხამ გულზე. მე არ მინდა ხა ყველამ გამიგოს, რომ ეს გლობალურად ყველას ეხება, მაგრამ ეს ხო ჩვენთან არის, ეს ხო ჩვენ გვეხება, ეს ხო სხვას არ ეხება. ამაზე ლაპარაკი დანაშაული არ არის. ამაზე არ ლაპარაკი არის სწორედ დანაშაული. და უნდა გვესმოდეს იმხელა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ხელისუფლებას რაღაცა მოვთხოვოთ. ჩვეულებრივ რამდენი მკვლელობაც არის მომხდარი, ხო, აი ჩამოვთვალე რა. 2023 წლიდან 119, 117, 108, 105 სხვადასხვა კატეგორიის მკვლელობებთან მიმართებაში. და დასკვნა არ არის მომზადებული, რომ რის გამო არის ეს მომხდარი ყველაფერი. იმიტომ ყველაფერს მალავს. ხელისუფლება კმაყოფილია. ფული შემოდის უცხოეთიდან. ის დედები, ის ქალები, ის ცოლები რო არის წასული, გზავნიან აქ ფულს. აღზრდა ახლა შეიძლება არ არის, მაგრამ ვიღაცამ ახალი ტრიკო ჩაიცვა, გამიგე იქ. ვიღაცის ქმარმა ცოლისგან გამოგზავნილი ფულით უფრო მეტი ღვინო დალია. და ის ბავშვი თუ გაიზარდა იქ უპატრონოდ, ხო? ეს სახელმწიფოს არ ეხება რა. იმიტომ რომ ის ბავშვი იმ საზოგადოებას არ ააშენებს, რომელიც მე ამ სახელმწიფოს ქმნის. ძალიან მარტივი ფორმულა. მე მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მძიმე საკითხია, მაგრამ ჯობია ეს გავიაზროთ რა. თითეული მათგანი, რომელიც ქართულ ოცნებას თავს უხრის, ხო? შემოქმედია იმ უბედურების რაც ხდება, მაგრამ ქართულ ოცნებას რა უნდა უთხრა ჩვეულებრივ ნაცებივით, სისხლზე მოსული ხელისუფლება, ბავშვის მკვლელობით დაიწყეს ყველაფერი. ის რაფალიანცის საცოდავი ბავშვი რომ მოკლეს, ეს ქართული ოცნების გაკეთებულია, ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი. იმიტომ რომ ხელისუფლებაში გარანტირებული დიდი მაღალი ქულებით მოსულიყო. ვითომ მას აკლდა ქულები და ნაცებს ვერ მოუგებდათ, აგერ ახლა თურმე ამ ხნის თავზე რო გაახსენდათ, რომ ნაცები გასასამართლებელი და გასაუქმებელი ორგანოა. თვითონ რატო არიან ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესები? თვითონ რა გააკეთეს იმისთვის? ეს არის ირიბი ფაქტორები, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობს აგრესიული საზოგადოების შექმნას. ტოლერანტობა უყვართ როდის იცი, აი მაგ ფულს რომ მიიღებენ უცხოეთიდან, ტოლერანტები ვართ და ასე. იმ ბავშვს, იმ ბაღში, იმ სკოლაში, იმაში ასწავლიან მიტევება რას ნიშნავს? გააზრებას ასწავლიან ტოლერანტულობის? ჩვენ ერმა რომელმაც ვეფხისტყაოსანი დავწერით. და არა მარტო, აგერ გადმოდით უახლოეს სოციუმში გადმოდით და შეხედეთ ჩვენ კულტურას, ჩვენ ლიტერატურას. მადლიერებისა და უმადურების თემაზე თუნდაც ოსმან აღას ამბავი. კარგად გააზრებული აქვს, თუ უკითხავენ ამას სკოლაში ბავშვი. ჩემ თაობაში კიდე იყო ეს. გვინერგავდნენ, ნაკლები კომპიუტერი იყო. ნაკლები გასართობის საშუალება იყო, უფრო მეტი იყო წიგნიერება და უფრო მეტი ნაკლები იყო საცდური, უფრო მეტი იყო დადებითი პროცესი, რასაც ვიღებთ. ეხლა საერთოდ მომსპარია ეს რა. აგრესიული მიმართულებები და საბოლოო ჯამში შეიკარა მისი ცნობიერება, ახალგაზრდა ბავშვი ეს არის დაუწერელი ფურცელი და დაწერა გარემომ და გარემოცვამ აგრესია მის აზრში და განეწყო ის ამიერად. თუ რაღაც სასწაული ღვთისძალით არ არის ის კეთილშობილი ბუნებით, მიდის ცუდისკენ და არ მიდის კარგისკენ. და როგორც თქვი, ესაა სახელმწიფოს პირდაპირი დანაშაული და არა ირიბი გარემოება. როგორც ეს ვთქვათ, ბარეულს უნდა, რომ აი ჩვენი რა ბრალია და ჩვენ ხო არა ვართ ბრალში. მე რა არის შენი მისია ხელისუფლებაში რო ხარ მარტო გამოიძიო და დასაჯო? ეს არის შენი ხელისუფლების მისია, შენი საზოგადოების საკეთილდღეოდ, ეს ხო პირამიდარი.
შენ ესეთი საზოგადოების ბრჭყალებში მშენებლობა, ბოროტი საზოგადოების მშენებლობა, სადამდე მიგიყვანს, არ მიგიყვან შენ ტოტალურ განადგურებამდე, ეს არ არის ჰიბრიდული ომი მოწყობილი შენ საზოგადოების ზურგში, ეს არ არის ზურგში დარტყმულიდანა? არის. და რატო არავინ არ პასუხობს ამ გამოწვევებს? საქართველოში რო სერიული მკვლელობები მიდის. ამის თქმა მინდოდა მე და გთხოვთ რომ იფიქროთ ამაზე. იფიქროთ ამაზე და უფრო მეტი დრო გაატაროთ თქვენ შვილებთან და ამ მოღალატე ხელისუფლების პოლიტიკას ნუნიანდობთ თქვენ შვილებს რა. ასწავლეთ თქვენ შვილებს ურთიერთსიყვარული მეტი და მეგობრების არსი ასწავლეთ მეტი და დახმარების არსი ასწავლეთ მეტი. და გაცემა ასწავლეთ მეტი. და ასწავლეთ სინანულის გრძნობა მეტი. და თუ მივლიან ისინი ამ დონეზე, აღიზრდებიან მერე როგორც კარგი მოქალაქეები. და ოჯახს მეტი ყოველთვის ევალება, ვიდრე სახელმწიფოს, მაშინ ეთყობა, როცა ქართველი ხარ. იმიტომ რომ შენი გამოწვევა ალბათ ეს არის რა. გმადლობთ ყურადღების და თვის და ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს პირად გრძნობებს შევეხე, მაგრამ ეს არის სათქმელი. დღეს კვდება ის, ხვალ მოკვდები შენ. თუ შენ იმის მიზეზი შენ ტკივილად და შენ ჭირის უფლად არ აიღე. მადლობა.